ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა 7 მაისის ეთერშია პროგრამა ინფორმატორის მეოთხე გამოშვება შოუ ბიზნესის სიახლეებით. რა თქმა უნდა, ლაილაისთან ერთად. ორი საგზური საჩუქრად კრუიზზე ვის არ უნდა გაუხარდეს, თუმცა შეიძლება ბევრ უსიამოვნებებსაც წააწყდეს. ეს ყველაფერი იმ ფილმში ხდება, რომლის განხმოვანებაზეც ასერთელები მუშაობენ. ცისფერი კრუიზის პრემიერა კინოთეატრ რუსთაველში 9 მაისს შედგება. ამ ფილმში თამაშობს ორი მთავარი როლია, რომლებიც ჰეები არ არიან და ნატურალები არიან და იმ ორს ვახმოვანებთ მე და ზურაბი. მაგრამ უფრო კაი პონჩი მე ვარ, იმიტომ რომ ეს ზანგს ახმოვანებს და მე თეთრს, მაგრამ სუკანს. ეს რამ ხელა რა უძირო და განძლე გამოდე. ფილმს რო ნახავთ ხოლმე, ყალიბდება ასე ვთქვათ რა, საერთო შეთანხმების შედეგად თუ რომელ პერსონაჟს რომელი უფრო მოერგება. ასე რომ ამას გამიზნულად ვაკეთებთ, რა თქმა უნდა რა, ან მაგალითად ამან რო ის სუკანა აირჩია და მე ზანგი, ეს გამიზნული იყო, იმიტომ რომ რაღაც ხასიათის მსგავსებაც არის. შეიძლება ისე მოხდეს, რომ უეცრად უმართავ უხეშ ნატურალად გადავიქცე. კაია უჩა? ვიტომ იქით ზიხარ. უჩა, აია! ავай. შამპანური, ოკეანის ჰაერი. შეიძლება ისე მოხდეს, რომ უეცრად უმართავ, უხეშ ნატურალად გადავიქცე. Ты могла подумать, что я гей? კაია? 7 დღე და 7 ღამე, განუწყვეტლივ ერთი რამე. კაი. როცა 13 წლის მოზარდი ფილარმონიის სოლისტი ხდება, ის უკვე აღარ წერობს და თუ ამასთან ერთად დაბადების დღეც დაემთხვა, ვად უკეთეს. მოკლედ 6 მაისს სალომე გასვენი 13 წლის გახდა. ფილარმონიის სოლისტის სახელიც მოიპოვა და კლიპის პრეზენტაციას კი მოაწყო კლუბ დაუნლოუდში. სხვათა შორის ჯგუფ საუნდის და სალომე გასვენის სიმღერის ვიდეო კლიპი ჩვენს შემოქმედებით დასგაზე დამსადდა, რომლის პრემიერაც სულ მალე ჩვენს ეთერში შედგება. უპირველეს ყოვლისა არის ძალიან ბედნიერი დღეს დაბადებული და მინდა უსურვო ყველანაირი ბედნიერება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ძალიან ზილობიანი, უგულკეთილესი ბავშვია და რა თქმა უნდა ძალიან ნიჭიერია და აქვს ძალიან დიდი მომავალი და ღმერთმა რაც კი ჩანაფიქრები აქვს ყველაფერი აუსრულოს. მინდა უსურვო ყოველივე კარგი ცხოვრებაში და ძალიან დიდი წარმატებები და მსოფლიო დონის მომღერალი გამხდარიყოს. მინდა ყველაფერი საუკეთესო უსურვო, ლამაზი მომავალი და მეჭვიც არ მეპარება, რომ მას ძალიან დიდი მომავალი ექნება და ძალიან მიყვარხარ სალომე. დღეს ძალიან ბევრი ზეიმია მის გარშემო. დღეს გაჟღერდება ახალი სიმღერა, ანუ პრემიერის დღეა. დღეს ჩვენ ნახავთ ახალ კლიპს, ანუ კლიპის პრეზენტაციის დღე. სალომე არის ბრწყინვალე ბავშვი, ბრწყინვალე ნიჭის მქონე ბავშვი. მე თამამად შემიძლია რომ თქვა ესეთი ბავშვი საქართველოში კი არა და უცხოეთში ძალიან იშვიათია. She's a big
ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი დღით. ჩემი მეგობრები, ჩემი ახლობლები ყველანი აქ არიან. ჩემი მეგობრები, მომღერლები ყველანი აქ არიან და ძალიან გახარებული ვარ და ძალიან ბედნიერი. მიულოცოთ ყველამ ერთად თქვენი აპლოდისმენტები. ნუანუაში ასეთი რამ ჯერ არ მომხდა. თქვენ წარმოედგინეთ კლუბში სპექტაკლი გაიმართა და საკმაოდ მშვენივრად. ეს იყო მონოსპექტაკლი, რომელიც ფესტივალის საჩუქარის ფარგლებში რუსმა სტუმარმა ევგენი გრიშკოვეცმა წარმოადგინა ჯგუფ ბიგუდისთან ერთად. სხვათა შორის ევგენის სოლი ბიგუდის ვოკალისტი. Вы все знаете, кто такой Евгений Гришковец, его нельзя и не надо представлять. Но ты никуда не торопишься. Ты должен получить удовольствие, даже от свободной крови. И покрутить радиоприем, и поймать волну, и услышать музыку. И услышать ее так, как редко удается. Музыку. Нигде не хочется. Да нет, я смотрю очень плотно, очень плотно. Да тут нереальная пробка какая-то вообще. Вот и есть. Любовь приходит, и с ней ничего не сделать. На тебя упала любовь, и все. А дальше все остальное зависит только от обстоятельств. Я познакомился на одной вечеринке просто с ребятами, и Лена постепенно стала с ними выступать. Это ничего, что музыка, да? Да. С ними начала выступать сначала Лена, а потом я написал пару текстов, ну так, для эксперимента. И вдруг возникла идея попробовать с этим выступать в клубах. И компания Real Records, которая является главным вообще производителем музыки на русском рынке, сделала предложение записать этот альбом. მე მხოლოდ მესმოდა გაგონილი მქონდა ამის შესახებ ძალიან ბევრი და დღეს მოვისმინე პირველად და საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა. მუსიკალური მხარე არ აუშავდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი გრიშკოვეცთან არის სიტყვა. და მირჩევნია რომ მუსიკალური იყოს როგორც ძალიან ოდნავი ფონი, იმიტომ რომ ეს არ არის საკლუბო მე არ მგონია რომ ეს საკლუბოა, ეს უფრო театральный ის არის, თუმცა ხალხმა ძალიან ისიამოვნა. Группа Бигуди уже существует несколько лет, пару лет, скажем, более-менее. И мы из одного города, из Калининграда, не из Москвы. Вот. И Женя как-то нас увидел на концерте, мы увидели его на спектакле, познакомились, обнаружили, что у нас какие-то, не то чтобы общие вкусы, но какие-то пристрастия, какие-то вот точки соприкосновения, которые делают нас ближе. Вот. გიგა კუხიანიძე საკმაოდ ხელგაშლილი აღმოჩნდა თავისი მეგობრებისათვის. მის სტუდიაში ამჯერად ქეთა თოფურია წერს სიმღერას. შორეული აღარ გნატრობს უკვე აღარ ველოდები შენს არელ გზებს სიტყვები შემელება ჩვენი შეცდომები დავივიწყოთ სულს
ამჯერად მუშაობს სამ სიმღერაზე ერთდროულად. ერთ-ერთი არის, რომელსაც ახლა წერდი, ნუგზარ ერგემლიძის, დღეს არის მისი შემოქმედებითი საღამო და ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი ორი სიმღერა, ერთი არის ჩემი, ასე ვთქვათ, ცნობილი სიმღერის შენთვის მღერის რემიქსი, რომელიც გამიკეთა პიკასომ, ანუ კუჩის ბიჭების ერთ-ერთმა წარვა, დიდი მადლობა მას და მისივე სიმღერა მეორე, რომელსაც ჯერ არ ვიცი რა ქვია. ყველაფერთან ერთად ეს სიმღერები რა თქმა უნდა იმისთვის იწერება, რომ ახლა მომავალში უკვე გამოვა ჩემი მეორე ალბომი. თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ 9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს ეკა კვალიაშვილი. ამ კონცერტის შესახებ მომღერალმა პრესკონფერენცია გამართა. თარიღი ცნობილია 9 მაისს იქნება, საღამოს 7 საათზე იწყება სპორტის სასახლეში. თინეიჯერებს თუ მოწონთ დაუშვათ ისეთი პერანგები თუ მაიკები, რომელსაც აწერია SSSR, ახატია ნამგალი და ურო, იკეთებენ ორდენებს და რაღაცა, რატომ გონიათ რომ არ იქნება თემა თვითონ საინტერესო. სოფელო წარმოგედგინათ, აი ხა ფილმს როცა უყურებთ, ბედნიერ შეხვედრას იქ გიორგი შაგულიძე როცა ყავს. ვიცით ფეხით. აი სოფელო რო შეიძლება და რომ ახალი ინტერპრეტაციით გაკეთებულიყო და ეს თინეიჯერებს აეტაცებინათ. ხო ვერ წარმოგედგინათ, აიტაცეს. ისიც მინდა გითხრათ, რომ ჯერ არ გამომიშვია ალბომი და პირატული ჩანაწერები უკვე გაყიდვაშია. მე ვფიქრობ, იმხელა დადებითი იმპულსი უნდა წამოვიდეს სცენიდან, რომ აუცილებლად უნდა კონდეს წარმატება. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.